გამარჯობათ მეგობრებო, გილულად სარხსემ მზადდება რიგით მერვე ვიდეო, რომელიც იქნება სხვა ვიდეოებისგან განსხვავებული. ახლა არის დილის 11 საათი, ვიმყოფებით თბილისში და მიზანი არის მომდევნო 10 საათში უნდა ჩავიდეთ მინიმუმ 7 ქალაქში, ანუ დასავლეთის მიმართულებით უნდა წავიდეთ და ამ ქალაქებში ვჭამოთ მათთვის გამორჩეული კერძები, შეიძლება ითქვას გორში კატლეტი, ქუთაისში პიკენტია და ასე შემდეგ. ხო, რაც მთავარი არის, გვაქვს თითო ქალაქზე გამოყოფილად მაქსიმუმ 15 ლარი და ჩვენი მიზანი არის რომ ვიპოვოთ ისეთი ლოკაციები, სადაც ამ თანხაში ამ კერძებს შევჭამთ. ხო, რაც მთავარი არის, სანამ თბილისიდან დავიწყებთ ამ ათვლას, არხი უნდა გამოვიწეროთ ყველა ვარიანტში და ვიდეოს ბოლომდე უნდა უყუროთ. მოკლედ ამბავი იწყება თბილისიდან, როგორც გითხარით, ეს არის პირველი ლოკაცია Coca-Cola-ს სასადილო, ცნობილი მთელ თბილისში და მაგ ბიუჯეტით, რაც გვაქვს 15 ლარი, აქ შეგვიძლია რაღაცები შევუკვეთოთ. ამიტომ წავედით, დავათვალიეროთ და თან შევუკვეთოთ. ჩაშუშვილი მინდა ერთი. ჩაშუშვილი რამდენი? ერთი ლიმონადი. წყლის ლიმონადი იყოს. მართლა კაი რაღაც არის, ანუ ჩაშუშულში გადავიხადე 12 ლარი. ხო. და ლიმონადი შევუკვეთე და ალბათ პურს რავი მაყოლებენ არ ვიცი. შეკვეთილი არ მოგზა უკვე მოტანილი აქვს. ჯერ ვაფშე რა სიგიჟე არის რომ დილით ჩაშუშული და რაღაცებით უნდა დავიწყოთ დილა უფრო სწორედ და პლუს მაგას კაი რაც არის როგორც კი შემოვედით შეკვეთა ხომ ივეცით და ანუ სანამ ადგილი მოვწერენ მანამდე გამოვყო მიმტანი და გაიძრა 15 ლარის არის ხალხო ეს ყველაფერი ხა აქ რასაც ხედავ და ამას რო შევჭამ მე თელი დღე რა უნდა ვჭამო არ ვიცი მართლა. ხორცი არის მართლა ძალიან გემრიელი და მართლა ეთქობა რომ ხბოს ჩაშუშველი არის და მართლა ხბოს ხორცი არის ამაში და ფასი იმდენად ცოტა არის 15 ლარი რომ თავისი ანუ რასაც აქ ხედავთ ახლა რა მე მგონია რომ სადაც ვკითხულობდი რომ ეს ლოკაცია არის გამორჩეული თავისი ფასით და რაღაცებით 100% დამართლებს რა ფასიდან გამომდინარე და პლუს ლოკაცია ძალიან სუფთა და რაღაც კაი ადგილი არის. დროც ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის, ეგრევე მოგვიტანეს, გემრიელი არის, ფასიც იდეალური არის და ვავი სხვა რა გინდა. ამ რესტორანისგან სხვა ვერაფერს ვერ მოითხოვ, ჩემი აზრით. მე მართლა კაი ნაჭამი ვარ უკვე და არ ვიცი კიდე 6 ქალაქში როგორ უნდა ვჭამო, მაგრამ შეფასება საერთო ჯამში რო გავაკეთოთ 10-დან 10 უწერ ყველა ვარიანტში. სასადილო რასაც ქვია, მაგას ამართლებს თავიდან ბოლომდე. და ეთყობა კიდეც იმდენი ხალხი არის უკვე ამ დილიდანვე რომ ახლა რომ დავიწყო რაღაც 10-დან 7 და 6 ანუ აზრი არ აქვს მაგ ყველაფერს 10-დან 10 თუ რამე სხვა აზრი გაქვს შეგიძლიათ კომენტარებში დაწეროთ არხის გამოწერის შემდეგ რა. თბილისში რაც დაგეგმილი ქონდა გავაკეთეთ და ეხლა მივიდივარ ცხეთის მიმართულებით, ცხეთაში რავი, სადღაც მივიდეთ თუ არა ცხეთის სალობიეში, სადაც იგივე ბიუჯეტში 15 ლარად ვეცდებით. დილა გავილამაზოთ 15 ლარად. ნახოთ შევძლებთ თუ არა დილის გალამაზება 15 ლარად. როგორც იქნა თბილისის ჯოჯოხეთურ საცობებს გამოვცდით და მოვედით მეორე ლოკაციასთან. ეს არის ცხეთის სალობიე, რომელიც 58 წლის წინ გაიხსნა, მაგის შემდეგ არის ერთ-ერთი გამორჩეული ლოკაცია. რავი, მინიმუმ თბილისის მიმდებარე და კიდე ერთი ქალაქი სადაც უნდა მისულიყავით იყო მცხეთა და შესაბამისად მოვედით ცხეთის სალობიესთან ჯერ და შევალთ აწინელნელა და ნახოთ 15 ლარად აქ რისი ასე ვთქვათ შეკვეთა და შემდეგ დაგემოვნება შეგვიძლია. შეკვეთა ჩვენ გაძლევთ? კი, აი აქ რაც წერია და კრედიტები გვერდით არის. მოკლედ შეკვეთილი მაქვს ლობიო, ჭადი, ლიმონათი, ამათი საფირმო ღვიძლი. გადავიხარით 15 ლარი. ხო, 15 ლარი გადავიხარით ზუსტად. დრო რამდენი ხანი მოგვიწევს ლოდინი მაგასაც გეტყვით. და დაახლოებით ვარაუდობ 20 წუთს, მაგრამ ნახოთ. როგორც კი დავსხედით ეგრევე მოვიდა. ამიტომ მაგ ნაწილში ამათაც ნავი 10-დან 10 და დანარჩენს გემოებს გეტყვით ახლა რა როგორ იქნება და რანაირად იქნება. მოკლედ საფირმო ღვიძლი, ლობიო და ლიმონათი, რომელიც არ გვასპონსორებს. ჩემ ოპერატორს ვაჭრობ. მე არ მინდა. აკატე ბაჭო. მოკლედ ხალხო, კი არის სალობიე, მაგრამ ლობიო ძალიან თუ არ გენატრება და რაღაცა, აქ ლობიოს ჭამას მე არ გირჩევთ. მე არ მომეწონა ყოველ შემთხვევაში, იმიტომ რომ არც მარილი არა, არც ძაკარა, არაფერი არა აქვს და მეგრელი კაცისთვის ეგეთი ლობიოს მიღება ორგანიზმისთვის ძალიან ძიმე რაღაცა. ამიტომ ლობიოს მე მოდი ჩემი რადიაცია არის და დავუწერე 10-დან 5 და ეს რავი ჩვეულებრივი ღვიძლია, რომელიც შეგიძლიათ თბილისშიც მიერთვათ. რავი, არაფერი განსაკუთრებული, ამიტომ არ ვიცი 10-დან ამას მოდი 6, იმიტომ რომ ლობიოს ჯობს ოდნავ რა. მეგობრებო, ცხეთის ამბავიც დასრულებული არის. შემდეგი ქალაქი, სადაც ვაპირებთ ჩასვლას, სადაც დავაგემოვნებთ ატლეტს, არის გორი. გორი ხო მაგით არის ცნობილი, ნუ არა მარტო მაგით, მაგრამ ესე სახელგანთქმული არის ატლეტი და პიურეთი. მაგას დავაგემოვნებთ და რავი, ცხეთის სალობიეზე თქმა შეიძლება ეს არის იმედგაცრუების ძალიან მაღალი ლეველი. არ ვიცი თქვენი გადასაწყვეტია მოხვალ თუ არა, მაგრამ მე აქ ალბათ მინიმუმ ლობიოს საჭმელად უკვე აღარ მოვალ. კაი, წავედით გორის მიმართულებით, სადაც კატლეტი და პიურე გველოდებ. უკვე ძალიან ცუდად ვარ. მარტივი კითხვა რომ დაგისვენეთ, არა?
მარტივი კითხვა რომ დაგისვათ შეიძლება? აბა, თული და მის გავწევ. თბილისიდან ვარ ჩამოსულები. გორში სად შეიძლება ყველაზე კაი კატლეტის ჭამა გვაინტერესებს გორელებისგან. ბიუჯეტი გვაქვს თითო ქალაქზე ჩათვალეთ 15 ლარი. სად შეიძლება ვჭამოთ გორში კაი კატლეტი? ქუჩაში საჭმელს არ ვჭამდა, რო გითხრა მოგო. ესე განთქმული არაფერი არ გახსენებათ? ადრე იყო ხოლმე ინტურისტის კატლეტი, ეხლა სად არის არ ვიცი. განაპირობზე არის რესტორანი რაღაცა, საკმაოდ მაღალფასიანი რესტორანია, თუ ჩოხობს არ ვიცი. მადლობა დიდი. აი ახლა გეტყვით კიდე სადა. აი ესე იგი წაბძანით აი აქედან, აი ესე პირდაპირ არის, აი ესე პირდაპირ არის და ორბი არის რესტორანი. აბა იქ ძალიან კაი ქალები ხაჭაპურსაც მაგარსაც ხოვენ და მე მგონი კატლეტიც კაი იქნება. ორბი არის რესტორანი. რესტორანი კი. გორში ჩამოვედით სპეციალურად რომ კატლეტი შევჭამოთ. გორელებისგან გვაინტერესებს კაი ლოკაცია თუ იცით, თუ გაგიგია. არა, თბილისიდან ჩამოვედით ერთი მიზნით რომ გორში ვჭამოთ საუკეთესო კატლეტი. რა შეიძლება კაი კატლეტი ვჭამოთ და პლუს ბიუჯეტურად ვჭამოთ რა. რისონში შეიძლება. შეიძლება ან რა ქვია, ეხა ტერასა. ნუ ადრე ნიკალა რქმა, ტერასაშიც ალბათ კარგი იქნება, წამიდგენია. წესით კარგი პროდუქტებია ხოლმე ტერასას. თქვენ რა მითხარით? ერისონი თქვი მე აი იქ რო არის რესტორანი. რა ქვია ხიდთან. ხითან არის რესტორანი ერისონი? მადლობა. გორელები ყოფილან მორცხვები რა. 15 წუთია ვეძებთ ადამიანს, რომელიც გვეტყვის კაი საკატალეტეს და რაღაც ვარიანტები გვითხრეს. ხო და რაც ვნახეთ, ეხა ეს ერისონი თუ რაც არის ყველაზე ასე თქვა ადეკვატური ადგილი, სადაც შეიძლება მივიდეთ და ვჭამოთ. მე კი ვიცოდი ძმობის დუქანი, მაგრამ ძმობის დუქანზე ესეც ვიცი, რომ თლად სუფთად არაკეთებენ მან რაღაცებს. ამიტომ ერისონში წავიდეთ, ასე ვნახოთ რა იქნება და პლუს მე გემოებზეც რაღაცებს გეტყვით, მოკლედ წავედით ერისონში. რესტორანი ერისონი გადაწყდა საბოლოოდ. მისასვლელი რა ლამაზი აქვს და რავი საჭმელიც რაღაცა ექნება. თავი არ გაილანძღონ. სიტუაცია არის 10-დან 10, ძალიან მაგარი ადგილი არის. სისუფთავე უმაღლეს ზონეზე არის, რასაც ეხა ვაკვირდები. ის გადაგჩენია რომ კერძები შევუკვეთოთ, შემდეგ მოვიდეს ეს კერძები, იმედია დროზე მოვა რომ რაღაც შეფასებებში ცუდი ქულები არ დავწეროთ. რაზეც მოვედით იდეაში კატლეტი და პიურე მინდა მე და შენ. კატლეტი და პიურე უნდა ჩემს ოპერატორსა შესაბამისად რაღაც წვენს დავამატებ და მე შევაფასებ 10 და რამდენ ქულას იმსახურებს ეს ყველაფერი. მოვლენ ეხლა შევუკვეთავთ რაც უკვე თქვით და ასე შემდეგ დროს დავინიშნავ და ნახავთ ამდენ ხანში მოვალ და მე უკვე შევაფასებ საბოლოოდ 10 ბალიანი სისტემით. გამარჯობა. კატლეტი და პიურე მინდა. შეკვეთა მივეცით ამ წამს და ეხლა რომელი საათია? ეხლა არის 13:55 და შესაბამისად დროსაც ვნახავთ რამდენ ხანში მოიტანეთ. ჩვენ ჩავასწრე, კიდე რამდენი ქალაქი დაგვრჩა. რიკოძე ყველა ვარიანტი ვაჩერებთ, იმიტომ რომ ეგ ძალიან დიდი ისტორია არის. და პლუს მაგას ქუთაისში მივდივართ ვიკენდიაში, ზენაქშიც უნდა გავიაროთ რაღაც ლოკაციაზე და მე ზუგდიდით ვამთავრებ და წესით მოვასწრებთ არა? 10 საათიანი ჩელენჯია, საჩვენე ჩამატივი. კატლეტი და პიურე შევუკვეთე. მე გითხრეს რომ ფრის ხوار დაამატებთ და რაღაცეები და მეთქი რავი კითხო და ტიპი წავიდა. დათას მოუტანა კატლეტი და პიურე და მე მომიტანა კატლეტი და ფრიდა რა ვიცი რა. რავი. აია, მართლა გაიარ. ამას ხა პიურეს რო კონდეს. 20 წუთში მოიტანეს დაახლოებით. 20 წუთში დავიწყეს რომ მე პიურეც მჭირდებოდა. ყურადღება საჭირო არის რა, მაგრამ არა უშავს. მართლა გაიარი ხა რაც მომიტანეს, კატლეტი გაიარი, კარტოფილიც გაიარის, მაგრამ საწებელს უკეთეს გავაკეთები რა. ხალხა ის საშინლად კაი კატლეტი იყო. ორი დიდი კატლეტი იყო. იმდენად სუყა იყო რომ მეთქი თავ შევინახავ რომ სხვა რაღაცები ვჭამოთქო რა. მაგრამ იმდენად გემრიელი იყო რომ ფიზიკურად არ გავჩერდი კი. არ ვიცი მართლა კაი იყო რა. შეიძლება შეჯამება რომ გავაკეთო ეხა ამ ყველაფრის, ლოკაცია ბწყინვალე, სიტუაცია ბწყინვალე, სისუფთავე ბწყინვალე, კერძი ძალიან კაი იყო მართლა. გადავიხდით თანხასაც და მაგ თანხასაც გეტყვით, კაცზე რა დაჭდა. ორი შევუკვეთეთ ჩვენ, მაგრამ ცალკე კაცზე რაც არის მიზნად რომ რაღაც ერთი კაცი რამდენს დახარჯავს იქ განახოთ, მაგ ცალკეფას გეტყვით. ხო ალბათ მაქსიმუმ რავი კაცზე 20 ლარი, 10-დან 9 ამ ლოკაციას ისიც იმიტომ რომ რაც მინდოდა ის თქვა ბოლომდე ვერ ვჭამე და ჭამს ჩემი ოპერატორი. მაგის გამო 10-დან 9 დანარჩენი მართლა კიდე მოვიდოდი სიამოვნებით. კიდე მოვიდოდი თუ დამპატიჟებდნენ თვითონ რესტორნის წარმომადგენლები. 47 ლარი და 30 თეთრი დაჯდა. ორი კაცის ყვება მოკლედ აქ. არ არის ცვირი. ან მართლა ძალიან სუყე საჭმელი იყო. აი უდიდესი კატლეტები იყო და ჩემი აზრით გორში თუ მოხვდებით აქ აუცილებლად უნდა
მოხვიდით და მე გირჩევდით ყოველ შემთხვევაში. თბილისი შეგვიძლია ჩავთვალოთ, შეგვიძლია მცხეთა ჩავთვალოთ, შეგვიძლია გორშიც უკვე ვიყავით, ჭამე და ეგეც ჩავთვალოთ. შემდეგი ლოკაცია არის რიკოძე, ცნობილი რესტორნები, სადაც ველაზე კაი ხაჭაპური უნდა შევჭამო რა, იმიტომ რომ მთელი ცხოვრება ეგრე ვიცი და ეგრე ამბობდნენ, რომ რიკოძე არის ველაზე გემრიელი ხაჭაპური და ნახოთ მართლა ეგრე არის თუ არა რა, ეგეც ინდივიდუალური არის, შეიძლება მომეწონა, შეიძლება არ მომეწონა. წავედით მოკლედ რიკოთის მიმართულებით, სადაც აუცილებლად ხაჭაპური უნდა შევჭამოთ. 69 კილომეტრი დავჭა რესტორან მალხაზამდე, რომელიც არის რიკოთის ერთ-ერთი კულტურული მემკვიდრეობა შეიძლება ითქვას. მივალთ შევჭამთ, არ ვიცი, ალბათ ეხარ შევჭამთ, მაგრამ მე რომ ხაჭაპურს, რომელიც არის რიკოთისთვის ალბათ ყველაზე დამახასიათებელი, რაც მე მახსოვს ბავშვობიდან ყოველ შემთხვევაში და სხვებისგანაც ეგრე ვიცი, რომ აი რიკოთის ხაჭაპური არის ნომერ პირველი ხაჭაპური, ისეთი ლეგენდა დადის და უარ გავიაროთ, არ გამოდის, ამიტომ ჩააჭირე მეგობნა რომ შია. შეფაშინი მოსი ახლოს არის მაფრინეს ლარზე შენი ნამბერ 1 მე და სპერო ერთად ვარ როგორც და კალო შენ არახასაც მაგაცო კაცი მოტივი და ქალოთ მაგრამ დაკალობა არ გამოვა გამიჭირდები როგორც კუჩი ზუგნას ამთაშიც არ გამიციუდები ხშითი არის ფლოუ მაგრამ სახსან სხვა მაგითხავ შეხარ შურიანი გრომი ხო და გამეცალე გზიდა და აი რესტორანი მალხაზის მეგობრებო და სავარაუდოდ თვითონ მალხაზი ირჩევს პაპს აქ. პაპს ნუ ატყუებ შევირიშვილო. ხალხს საშინლად ნაჭამი ვარ და აღარ მინდა საერთოდ. ეს ჩელენჯი იყო ძალიან ცუდი იდეა, ამიტომ ბოლოჯერ ვაკეთებ, ისიც არ ვიცი ბოლომდე გავაკეთებ თუ არა, რავი. აქ მარტო ხაჭაპურს ჭამ ყველა ვარიანტში, სხვა არაფერს. სასწაული ხედები აქვთ რა. ანუ ლოკაციაც ხელს უწყობს და ნახოთ აბა თვითონ ხაჭაპური როგორი აქვს. რესტორან მალხაზში ვართ მეგობრებო და ესე მომსახურებით ჯერ ვერ დაიგვეხნია სამწუხაროდ, იმიტომ რომ აი 10 წუთია პროსტა მინტანს ველოდებით, რომელიც მოვიდა როგორც იქნა და ეხლა ნახოთ რამდენი ხანში მოიტანენ ჩვენს ნატრ ხაჭაპურს. მოსვლის დრო იყო 8 წუთი მეგობრებო, რაც ჩემი აზრით იდეალური ვარიანტი არის. ეხლა გემოს გავიგებ როგორი არის და მე საბოლოო ჯამში შევაფასებ როგორც სტანდარტულად 10-ქულიანი სისტემით. ცოტა ყველი აქვს მარილიანი, მაგრამ ცომი ძალიან კაი არის, მე რომ მიყვარს ეგეთი ხაჭაპური არის რეალურად რა. კარგად შევჭამ და ბოლოს საბოლოოდ გეტყვის რა რა და რა. ეური რო არ ვილაპარაკოთ, რაღაცები რო არ გავითვალისწინოთ, უკეთეს ველოდი, უკეთესი მიჭამია, ყველი ცოტა მარილიანი იყო, რო გითხრათ რომ იდეალური გამომცხვარია თქო ვერა. ერთი კაი რაც იყო 8 წუთში მოიტანის, მაგაში დაუწერ, რავი, 10-დან 800 და საბოლოო ჯამში ეს კერძი, რავი, ალბათ იმსახურებს 10-დან 5 ნამეტანი ცოტა 6 დაუწერა, რომ შემდეგში გამოასწორონ თუ უყურებენ. ხო, პლუს ამას არხი გამოიწერეთ, იმიტომ რომ მე თქვენთვის ჭამავს ხვდებით. თქვენთვის ჭამავს, რომ არ შეცდეთ გზაზე სხვა რაღაც სიგიჟები არ ჭამოთ და არხი გამოიწერეთ პირველ რიგში მეგობრებო. მოკლედ წავედით ჩვენ ახლა ქუთაისისგან, სადაც გველოდება ვიკენდიას გაბავი და არ ვიცი რა უნდა გადავრჩი დღეს თუ გადავრჩი? რავი, დღეს თუ გადავრჩი? არ ვიცი, არაფერი თუ გადავრჩი კარგი. მოკლედ ამ ხაჭაპურში გადავიხარეთ 11 ლარი. 11 ლარის ამ ხაჭაპურს არაფერი არ ქონდა. 10 ლარის არ ქონდა ამ ხაჭაპურს არაფერი და ალხაც მეგობარო, ამ ვიდეოს თუ უყურებ, ჩვენთვის ვიძახი რა. მოასწორე ეგ ამბავი. მე და რათა უკვე დავკარგეთ აქ მომსვლელები არა ვარ. 13 ლარი გადავიხარი და რა იყო 13 ლარის კაფეც. ბევრად კაი მახსოვდა ეს ლოკაცია და ბევრისგან კარგი გამიგია, თუმცა არ ვიცი დღეს აქ ჭირდათ. წავედით მოკლედ ქუთაისში მეგობრებო. ვიკენდია შეურბინოთ და ნელ-ნელა დასასრულისკენ წავიდით, თორე ძალიან ცუდად.
1955 წელს ერთმა ლეჩხუმელმა კაცმა გადაწყვიტა, რომ საკუთარი ბიზნესი წამოეწყო. ის შემდეგაც წარმოიშვა შეიძლება ითქვას ბიკენდია საქაბა. ბიკენდია გვიშიანმა ქუთაისში, ახლა სადაც წავალთ, რა ტერიტორიაზეც მივალთ, მან დაარსა საქაბაბე, რომელიც დღემდე ფუნქციონირებს და მრავალი წელი არის უამრავ ადამიანს მასპინძლობს და თან კარგად მასპინძლობს. მოდი პირადად ვნახოთ. შევაფასოთ, ფასსაც გეტყვით, მოწოდებასაც გეტყვით, ამდენ ხანში მოგვაწოდებენ. სტანდარტულად 10-ქულიანი სისტემით შევაფასოთ ბიკენდია საქაბაბი და შემდეგ უკვე დავიძრათ ზუგდიდის მიმართულებით. აბჭალ. ეს არის აუცილებელი პირობა. ძალიან არის ხალხო. 12 ლარა და ამაზე უკეთეს ვერაფერს ვერ შეჭამდა და ის ხაჭაპური და 13 ლარა. მოკლედ ქუთაისის ამბავიც მოვიარეთ, ბიკენდია საქაბაბე დაიჭრა 12 ლარი, შეგვიძლია ჩავთვალოთ ეგეც. ახლა მივდივართ უკვე ზუგდიდის მიმართულებით, სადაც სავარაუდოდ ვერსად ვერ შევილი, იმიტომ რომ ფიზიკურად არ შემიძლია. და ზუგდიდით დავასრულებთ სავარაუდოდ და საბოლოოდ რაღაც დასკვნასაც ასე ვთქვათ გეტყვით. დაიხრებით როგორც გილზები, ზოგის რეპი მელოდია, ზოგის რეპი არის მწარე. საგვინდები ვალი ისევე იმავე, მოდის მარშავი და პრესულ გაიხადებს. Full face is the best with the beat of dance, me moving your best with the beat. Tipodავდები ზიამოსლო რეალესები, მოსკავრასთან შეასრულა და შეცვალა წესები. წონა გაგმარტო სენაკში შენთვისაც მოიცლიან, შენ არ ხარ პროვინციელი, თვითონ ხარ პროვინცია, არ ხარ MC, შენ ხარ ერთი ტიპის დორბლის შედეგი. საათიანი ჩელენჯი ნელ-ნელა დასასრულს უახლოვდება. შევდივართ ქალაქ ზუგდიდში, ჩემს მშობლიურ ქალაქში. მივდივართ ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ რესტორან დიარონში და ხო, ნუ მოკლედ დიარონში სხვა რაღაცები ქონდა დაგეგმილი, თუმცა იმდენად ნაჭამი ვარ და იმდენად ცუდ მდგომარეობაში ვარ ახლა ფსიქოლოგიურადაც, რომ მაქსიმუმ ალბათ იმ 15 ლარის ბიუჯეტში, რასაც მოვძებნით სამეგრელოსთან დაკავშირებულ კერძს, მაგას შევჭამ და დავაგემოვნებთ. და მე უკვე დაგემშვიდობებით შემდეგ ვიდეოვდებ, თუმცა მანამდე არხი გამოიწერეთ, ბოლომდე გვიყურეთ, რომ დიარონი უნდა იყოს ალბათ ყველაზე კარგი ვარიანტი. იმედია არ შემარცხვენენ ჩემი მეგრელები. მე სხვა რაღაცას ვფიქრობდი მეჭამა, მაგრამ დათა მითხრა ხა ძალიან გენიალური რაღაცა, რომ რადგან ბევრის ჯამა აღარ შეგვიძლია და ეს ელარჯები და ასე შემდეგ აღარ გამოდის, პლუს მაგას მაგ ბიუჯეტში ხა ელარჯებს და რაღაცებს ვერ შევჭამ. დათა მითხრა ეგეთი რაღაცა, რომ რადგან იმერლები შერცხვნენ აქ ხაჭაპურის ამბავში და მაგ განსაკუთრებით მალხაზი, გადაწყდა ეგეთი რაღაცა, რომ დიარონში შევჭამო მეგრული ხაჭაპური და შევაფასო ადეკვატურად რა, არანაირი მიგერძოებაც მებრო. ამ ქალაქში იბადებიან ზოგადად იუთუბერები რა, ამიტომ არხი გამოიწერეთ. დიარონთან მოვედით მეგობრებო, საკმაოდ დაგვიღამდა, თუმცა რაღაც 10 საათი რაც ქონდა ამისთვის მინიჭებული, მაგათ საათში უეჭველი ვეტევით. შევიდეთ ახლა მეგრული ხაჭაპური შევუკვეთოთ, შევაფასოთ და ნელ-ნელა დავიშალოთ. მოკლედ მეგრული ხაჭაპური შევუკვეთეთ და შევუკვეთეთ 2 კოლა და ნახოთ აბა ამდენ ხანში მოიტანა. ზუჩი მოვიდა ეს ხაჭაპური დიარონში და გემრიელი ჩანს, მაგრამ არ ვიცი ნახოთ. არ გვეშლება რა ეს მეგრელებს მიგა საჭველი. კერძის კეთება არ გვეშლება. ძალიან გემრიელი არის მართლა რა. ეხა იმ ხაჭაპურთან შედარებით ეს არის, რავი, ნაჭამი ვარ ვიყო, მთლიანად შევჭამდი, აღარ მართლა. ყველი ხო მარილიანი არ არის, ხომიც ხო ძალიან გაიცომი აქვს. მეტი რა არის ხაჭაპური არც არაფერი. ჭამი შენ ცოდო. დიარონი არ გვასპონსორებს, მაგრამ ზუგდიდში რო ჩამოხვალთ და მე თუ არ ვიქენი აქ მოდი და მე თუ იქენი ხა სახში გამომიარეთ. ჩემმა მომწერებმა ოღონ რომ მოხვალთ მანახეთ რომ გამოწერილი ყავართ. კოჩარ დიარონს არ შემარწმენა, მე რამდენჯერ ვარ აქ, რა ვიცი, მართლა საუკეთესოები არიან, მინიმუმ დასავლეთ საქართველოში, რაც გამოვიარეთ.
29 ლარი გადავიხადეთ, მაგრამ ნუ ხაჭაპურთან ერთად წყლები იყო და ასე შემდეგ ბევრი რაღაცა. დასრულდა ამით 10 საათიანი ჩელენჯი. რამოდენიმე ქალაქში უნდა ჩავსულიყავით, გოიჭამა იქ მათთვის დამახასიათებელი საჭმელი. გონია რომ მისია შევასრულეთ, საკმაოდ ანაყრებული ვარ, მართლა მომდევნო ერთი არაფრის ჭამას არ ვაპირებ. ფავორიტები რა ხაჭაპურებში რა თქმა უნდა დიარონის, მეგრული, ყველა ვარიანტში. პორცეულის ნაწილში ალბათ გორის საკატლეტე იყო ყველაზე გამორჩეული, რაც დღეს ვჭამეთ ყოველ შემთხვევაში. ვიკენდიას რა თქმა უნდა კარგი არის და ასე შემდეგ, მაგრამ გორის საკატლეტემ თავისი მაინც თქვა რა. არხი გამოიწერეთ, შემდეგ ვიდეოს დაელოდეთ და კომენტარებში დაგვიწერეთ რომელ ქალაქში გინდათ რომ ჩავიდეთ და რაღაცები დავაგემოვნოთ რა საინტერესო იქნება ჩემი აზრით.